საქართველოში ლუდის წარმოება იზრდება, თუმცა ნელი ტემპით. ზრდის მხრივ ბოლო წლებში 2024 წელი ყველაზე ნელი აღმოჩნდა, რადგან წარმოება წლიურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 127 მილიონი ლიტრი შეადგინა. TBC კაპიტალის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, საშუალო საცალო ფასების ზრდამ საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და გასულ წელს 8%-იანი ზრდის შედეგად 334 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოში წარმოებული ლუდის საშუალო საცალო ფასი ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა და ლუდზე 10%-იანი ინფლაციის გავლენით გასული წლის მდგომარეობით litrზე 2 ლარსა და 80 თეთრს შეადგენდა. TBC კაპიტალის კვლევის მიხედვით ლუდზე მოთხოვნის უმეტესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ლუდით კმაყოფილდება, თუმცა იზრდება მოთხოვნა იმპორტირებულ ლუდზეც. ჯამში გასულ წელს საქართველოში 138 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარეს. ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპი შედარებით დასტაბილურებული არის და სამომავლოდაც ჩვენი მოლოდინი არის, რომ უნდა გაგრძელდეს ეს სტაბილური მაღალი ერთნიშნა ზრდის ტემპები. ამის განმაპირობებელი ფაქტორი რეალურად არის გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა და ეგრეთ წოდებული შეგვიძლია დავუძახოთ საშუალო კლასი, ანუ საშუალო ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს ამ გაზრდილ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, არის ტურიზმი, ანუ ყოველწლიურად ქვეყნის გარედან შემოსული ვიზიტორები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, 2024 წელს ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად 15%-ით შემცირდა. გასულ წელს 15,5 მილიონი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტი კი 6 მილიონ ტონამდე იყო. ძირითადი საბაჭრო პარტნიორები საქართველოსთვის იმპორტის მხრივ გერმანია, რუსეთი და თურქეთი არიან. საქართველოდან კი ლუდის იმპორტი ძირითადად ყაზახეთში, სომხეთში და რუსეთში ხორციელდება. FS საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივი და იმპორტირებული ლუდის მოცულობა TBC კაპიტალის მონაცემებს ჩამორჩება და აქციზებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჯამში 133 მილიონ litrს შეადგენს. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის შეფასებით, ლუდის ბაზარი დინამიურად იზრდება და მოლოდინია, რომ მოხმარების ზრდასთან ერთად ბაზარი წელს კიდევ 1-2%-ით გაიზრდება. 57% ეს არის ადგილობრივად წარმოებული ლუდი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლუდის ინდუსტრია ადგილობრივად ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს, ხო? თუმცა ეს ციფრები, რომელსაც ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ვკითხულობთ, არის ოდნავ უფრო იმაზე მაღალი, ვიდრე შემოსავლების სამსახურიდან აქციზური ინფორმაციის საფუძველზე გვაქვს მიღებული. ანუ ჩვენი შეფასებით ეს არის დაახლოებით 133 მილიონი ლიტრი ჯამში, როგორც ადგილობრივი წარმოება, ასევე იმპორტირებული და ეს არის აქციზებიდან მიღებული ინფორმაცია. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 135 მილიონი litrამდე ჩვენი შეფასებით უნდა ავიდეს ბაზარი. ლუდისგან განსხვავებით, პანდემიის შემდგომ წლებში უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობა დასტაბილურდა და 2024 წელს წლიურმა ზრდამ 5% შეადგინა. ჯამში გასულ წელს ქვეყანაში 492 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელები აწარმოეს. წარმოების ღირებულება კი 2024 წელს 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში უალკოჰოლო სასმელების იმპორტი მეტნაკლებად უცვლელი დარჩა, მაშინ როცა ექსპორტმა მყარი ზრდა აჩვენა და გასულ წელს 150 მილიონ ტონას მიაღწია. მთავარი საექსპორტო ბაზრები საქართველოში წარმოებული სასმელისთვის რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და უზბეკეთი არიან. ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებიდან ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ლომისია, რომლის შემოსავალი საქართველოს 4 უმსხვილესი მწარმოებლის ჯამური შემოსავლის 47% შეადგენს. კომპანიამ პროდუქციის რეალიზაციიდან 2023 წელს 216 მილიონი ლარის შემოსავალი დააგენერირა. ლუდისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მაღალი რიცხვები არის ექსპორტის კუთხით, ანუ საგარეო მოთხოვნა ქართულ არაალკოჰოლურ სასმელებზე ბევრად უფრო მაღალია. ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემები არის 2023 წლის მდგომარეობით და ჩანს, რომ ლომისი არის ამ 4 კომპანიას შორის ბაზრის ლიდერი. შემოსავლების კუთხით დაახლოებით მათი წილი არის 47%. ბაზრის მსხვილი მოთამაშე აცხადებს, რომ გასულ წელს 60 მილიონი ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განახორციელეს, რითაც ნატახტარმა მთლიან ექსპორტში 40%-იანი წილი დაიკავა. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება და ახალი ბაზრების მხრივ ქართული კომპანიებისთვის აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნები ასევე პერსპექტიულად გამოიყურება.
150 მილიონი ლიტრის საქართველოდან ახორციელებული ექსპორტი არის მნიშვნელოვანი ციფრი. ეს არის ზრდაზე, ასე ვთქვათ, ორიენტირებული, მომავალ წლებში ეს ზრდა იქნება შენარჩუნებული. ჩვენ დაახლოებით 60 მილიონი ლიტრის ექსპორტი გამახორციელებთ 2024 წელს, რაც დაახლოებით 40%-ს ნიშნავს მთლიანი საქართველოდან ექსპორტის წილი არის დაახლოებით 40%. რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. პოტენციალი დიდია, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წლების განმავლობაში კიდევ გაიზრდება. TBC კაპიტალის შეფასებით უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება როგორც აბსოლუტურ, ასევე ღირებულების ჭრილში და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ის $1 მილიარდ გადააჭარბებს.